პირველადი სახით რამდენი მილიონია ადგილობრივი ბიუჯეტი? 99 მილიონია ადგილობრივი ბიუჯეტი, პირველ წარდგენასთან შედარებით 4.700.000-მდეა გაზრდილი, დღეს გადასახადი გაიზარდა სახელმწიფოს მხრიდან ჩვენი წილი. აქედან გამომდინარე საბოლოო ჯამში 99 მილიონამდე გვექნება შემოსულობების ნაწილში ბიუჯეტი. 2025 წლის ბიუჯეტი პირველადი სახით დაახლოებით 89 მილიონი ლარია. ამის შესახებ საკრებულოს გაერთიანებული კომისიების სხდომაზე მერიის საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელმა დალით ლაშაძემ ისაუბრა. მისივე განმარტებით პრიორიტეტები გასული წლის მსგავსად უცვლელია: ინფრასტრუქტურა, სოციალური პროგრამები, განათლება, კულტურა, სპორტი და გარემოს დაცვა. გაერთიანებული კომისიების სხდომას მხოლოდ ქართული ოცნების დეპუტატები ესწრებოდნენ, მათ კი შენიშვნები სხვადასხვა ინფრასტრუქტურის მიმართულებით ჰქონდათ, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მგზავრობის შეღავათებთან დაკავშირებით შენიშვნები ჰქონდათ სოციალური მიმართულებითაც. შენიშვნებიც იყო ზოგი არის ჩასწორებული, ზოგს კიდე ჩაასწორებენ. გავიმეორებ წეღანაც გამეორდი, გვინდა ტრანსპორტში იყოს ერთთვიანი პაკეტი, სადაც მოსახლეობა შეიძლება აიღოს და ისარგებლოს დაბალი ტარიფით. ბევრი პროექტი, რომელიც ჩვენი საკრებულოს მაჟორიტარებისგან იყო დაყენებული შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში, გახორციელებული იქნება დარჩენილი თანხებიდან, ტენდერებიდან დარჩენილი თანხებიდან ეს წლის განმავლობაში გამოიკვეთება და შემოსულობები, რომელიც ამ ეტაპზე არ არის დაგეგმილი, მაგრამ იქნება ეჭვი არ მეპარება, მოგეხსენებათ წინა ბიუჯეტით სხვა თანხაზე იყო დაგეგმილი და სერიოზული ზრდა მოხდა. ყველა შენიშვნა ვერ იქნა გათვალისწინებული ფინანსური რესურსის უქონლობის გამო, თუმცა ზოგიერთი პროექტი გათვალისწინებულია სახელმწიფოდან გამოყოფილი თანხებში, ანუ რეგიონალური ფონდიდან გამოყოფილი თანხების დაფინანსების ნაწილში იქნება, ზოგიზე პროექტის შეძენა გადაწყდა და პროექტი იქნება შეძენილი, ამ დასმულ ინიციატივებს გულისხმობ. საკრებულოს რიგგარეშე სხდომა 25 დეკემბერს ჩაინიშნა, სადაც მომავალი წლის ბიუჯეტი უნდა დაამტკიცონ.